და შესაბამისად ჩვენ ვამოწმებთ ინფორმაციას ნამდვილად დააკავეს თუ არა ბატონი ზაკო. მე მაგას ვერ გეტყვით. ხო დაკავებულია. არ ვიცი, ვერ გეტყვით. სად არის? დაპატიმრებული პოლიციელები საცხოვრებელ სახლებთან მედიის გამოჩენისთანავე უწყების თანამშრომლები მივიდნენ. ეს სურათი გახდა იმის მანიშნებელი, თუ ვინ შეიძლება იყოს 6 ბრალდებული. გვარები ოფიციალურ დონეზე გასაიდუმლოებულია. პროკურატურამ, რომელიც დაკავებულებს განცხადებებში ყოველთვის ინიციალებით მოიხსენიებს, ამჯერად ეს პრაქტიკაც დაარღვია. ზაკო ტრიალაშვილის ოჯახის წევრი ბრძანდებით თუ თანამშრომელი დაკავებულია ის ის გამოც დააკავეს შეგიძლიათ დაკავებულია თუ არა შეგიძლიათ პოლიციელი ბრძანდებით თქვენ შესულები არიან მიბრძანდით იმ კადრების მიხედვით, რომელიც საქმის მთავარი მტკიცებულება ბრალდებულებს შორის სავარაუდოდ არიან გიორგი იგივე ზაკო ტრიალაშვილი და ბესო ქრივიშვილი. მათ ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა დღეს ვერც სამსახურში და ვერც საცხოვრებელ სახლებში მიაკვრია. წინასწარი დაკავების იზოლატორში ახლა ისინი პირველ სასამართლოს ხდომას ელოდებიან, სადაც საჯაროდ გამოჩენა მოუწევთ. დააკავეს? არ ვიცი, ვერ გეტყვი. რაც მოუხდა ვიცი, მაგრამ არ ვიცი, ვერ გეტყვი დააკავეს. როდის ნახეთ ბოლოს? 1-4 დღეში. ადრე მანამდე არ ამყავს ნახეთ. არ გაგიგიათ მის დაკავების შესახებ? ნახეთ დღეს და არაფერ შუაში აზრიშე. მე ეგრევე ვთქვი არაფერ შუაში. ექვსივეს უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. თუმცა დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ საქმეს სწორი კვალიფიკაცია არ აქვს, რადგან ბრალდებულების მხრიდან ჯგუფური ძალადობა წამებას უტოლდება. ამის დასტურია ნაცემი მოქალაქის სამედიცინო დიაგნოზი და მძიმე ემოციური მდგომარეობა, რის გამოც ის საჯაროდ ჯერ არ ჩნდება და გამოკითხულიც არ არის. პაპუნა ლოცულაშვილს გატეხილი აქვს ნეკდი, ნაღრძობი კიდურები და დაჟეჟილი სხვადასხვა ორგანო. მას დაზარალებული სტატუსი ოფიციალურად ჯერ არ აქვს. ფაქტი ერთია, რომ ვინც იყო ვიდეოში, ვინც ფიგურირებდა, ვინც იყო და ვინც შემოდიოდა კიდე ვიდეოში, ყველა ურტყავდა. ანუ დაგდებულ კაცს, ბორკილებით დადებულს ესე მანიაკალურად, ანუ ეს არის ადამიანური მოპყრობა კი არ არის, ეს არის მანიაკალური მოპყრობა ადამიანზე, როცა დაგდებულს ბორკილებ დადებულ კაცს თავზე ფეხს აჭერ, აგინებ, შეურაცხყოფას აყენებ, როცა შენც ქართველი ხარ, ისიც ქართველია, შენი თანამოქალაქეა და არ ვიცი, ეს არის ყოველად მიუღებელი. პირველ რიგში ადამიანური ფაქტორით, მერე ჩვენი ქრისტიანული შეხედულებიდან გამომდინარე და არანაირ ჩარჩოებში არ ექცევა, ხო ესე, ყველანაირ ჩარჩოებს და საზღვრებს ცდება ის რაც გააკეთეს და მინდა რომ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც არიან კონკრეტულად ვიდეოში. რა სტატუსი აქვს საქმეში დანაშაულის ადგილზე მყოფ სხვა პოლიციელებს და რატომ ზის ბრალდებული სკამზე 6 პირი, როცა ვიდეო მასალაში სხვადასხვა რანგის 10-ზე მეტი ძალოვანი ჩანს. ამის შესახებ პროკურატურაში დამატებითი განმარტებები არ კეთდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ კი დღეს დუმილი დაარღვია და საკუთარი თანამშრომლების გამართლებას დაზარალებული ლოცულაშვილის დამნაშავედ გამოცხადებით შეეცადა. როგორც ირკვევა, საქმეში ქვა და დაზარალებული პოლიციელი გაჩნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ნაცემი მოქალაქე გაასამართლონ კიდეც. ან მის წინააღმდეგ წამოწყებული საქმით მასზე ზემოქმედებას სცადონ. იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას გადამოწმებული იყო მისი მონაცემები, რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე, კერძოდ ფლაგვისაგნით ქვით გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა. აღნიშნული პოლიციელი ინტენსიურ რეჟიმში გადის კურნალობას ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ცივი არაღი ხონდა თან, გადავეცი. არადა პირველივე წუთებიდან შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელები ირწმუნებოდნენ, რომ დაზარალებულ ლოცულაშვილს თან დანა ჰქონდა. ცივი იარაღი ახლა ქვად იქცა. რა მომენტში და რომელი პოლიციელის წინააღმდეგ გამოიყენა ის ახალგაზრდა კაცმა, საქმის დეტალებს არც ერთი უწყება ამ ხელს. ორი ნაცემი მოქალაქის ოჯახების წევრების მონაყოლის მიხედვით კი 27 მაისს შემთხვევის ადგილზე პროცესები ასე განვითარდა. ქუჩაში მიმავალ პაპუნა ლოცულაშვილს შკოდას მარკის ავტომობილი სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა, რასაც ქვეითის უკმაყოფილება და რეპლიკა მოჰყვა. რის შემდეგაც 3 ძალოვანი მანქანიდან გადმოვიდა და სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა. ახალგაზრდა კაცის დახმარება მისმა მეგობარმა ლაშა აბისონაშვილმა სცადა, რომელიც ამ სურათს შეესწრო. თუმცა პოლიციელებმა რომელთა რაოდენობა
რაოდენობა რამდენიმე წუთში გაიზარდა, ისიც სცემეს. ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდა კაცები კიდევ უფრო სასტიკ ძალადობას და უსამართლო პატიმრობას ჟურნალისტების მიერ შემთხვევით გადაღებულმა კადრებმა გადაარჩინა. ჩემი შვილს ფეხი ჰქონდა დაზიანებული, მუხლის დაბლაწვევი, თავზე აქვს ნაიარევი, ღია არა, ძალიან არ ეწყობა, მაგრამ დაჟიჟილობა აქვს იმასაც. ამ შემთხვევაში ეს ბიჭები არიან მსხვერპლი, უდანაშაულო მსხვერპლი. ამ კადრებმა გადაარჩინეს ფაქტობრივად ეს ბავშვები. ბატონო სერგი, იქნებ გამობრძანდეთ. დღის ბოლოს გორის პოლიციაში თანამშრომლების საგანგებო შეკრება გაიმართა. ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის პოლიციის უფროსი სერგი ბზიშვილი, რომელსაც ეს თანამდებობა ცოტა ხნის წინ ჩააბარეს. იღებს თუ არა ის პასუხისმგებლობას მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციელების დანაშაულებრივი საქმიანობის გამო, ან ელოდება თუ არა ასეთ მითითებას ოცნების მთავრობისგან. ამ შეკითხვებზე საპასუხოდ ის მედიასთან არ გამოჩნდა.